მოგესალმებით. ახლა ამ ვიდეოში განვიხილოთ ასე ვთქვათ ერთ-ერთი საინტერესო ვებგვერდი, ესეთი სახელწოდება, ძირითადად მოწოდებული არ ვიცი მათი აბრევიატურა როგორ ითარგმნება. ალბათ სადღაც აქ ინგლისურად წერია. ესე იგი, ისინი ძირითადად აწარმოებენ საოფისე პროგრამებს და ასევე ნებისმიერი Windows-ის როგორც ხედავთ არის აქ Mac-ი, არის ჩვეულებრივ პლანშეტებისთვის Windows-ი, Apple-ი, რომელსაც iOS-ი, რომელსაც იყენებს Apple-ი და ასევე რა თქმა უნდა არის Windows-ი ჩვეულებრივად ამ შემთხვევაში Windows 8-ზე აქვს განხილვა, რომ თავისი წარმოებული პროგრამა Windows 8-ზეც ასე ვთქვათ ნორმალურად მუშაობს. განვიხილოთ ერთ-ერთი მათი პროდუქტი, ეს არის FineReader-ი. და რას აკეთებს ეს პროგრამა? ახლა მოკლედ ასე ვთქვათ მოკლე ახსნა რა შეიძლება მასე ითქვას. მას შემდეგ რაც პროდუქტებიდან ავირჩევთ FineReader, შემდეგ უნდა მივუწოდოთ თუ რომელი Windows-ის, რომელი ოპერაციული სისტემისთვის გვინდა. ამ შემთხვევაში მე მიყენებ Windows და შესაბამისად რა თქმა უნდა მინდა Windows-ისთვის. და აქ უკვე შემიძლია მისი გადმოწერა, ყიდვა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე განვიხილავ ლიცენზირებულ ვერსიას, იმიტომ რომ ფაილებს ჩვენ ასე ვთქვათ არ ვტვირთავთ, თუმცა მისი მოპოვება შეგიძლიათ ინტერნეტში, 11 ბოლო ვერსიაა და იგივე Google-ის საშუალებით დაუშვათ ჩაუწეროთ და მივუთითოთ გვერდის საქართველო. არის თუ არა ის ქართულ სივრცეში, აგერ FileGiz-ზე ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ აქ შეგიძლიათ უკვე აქედან გადმოიწეროთ. შეიძლება ამ ვერსიას პრინციპში თავისი კოდი მოყვეს კიდეც, როგორც წერია, ყოველ შემთხვევაში მოყვებაო და ნახოთ გადმოწეროთ თუ არა და არის სხვა საიტები, საიდანაც შეიძლება მისი გადმოწერა. თუ არა და მისი ლიცენზიის ვადა არის 15 დღე. და 15 დღის განმავლობაში შეგიძლიათ უფასოდ გამოიყენოთ, მაგრამ განვიხილოთ მოდი რას აკეთებს ეს პროგრამა. მე ხომ ეხება პროგრამის საქმიანობას, ის აკეთებს, მაგალითისთვის გვინდა ხელით დავბეჭდოთ რაღაც ფურცელი, იგივე გვაქვს რაღაც დოკუმენტი, რომლის ხელით დავბეჭდოთ არის სასურველი. ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დაბეჭდილი ვერსია, მაგალითად წიგნის რომელიღაცა ფურცელი გვაქვს და გვინდა ამისგან ამოვიღოთ ტექსტი. FineReader-ი უკეთებს მას სკანირებას და სკანირებული ფურცელის გაშიფრებას აკეთებს, სკანირებული დოკუმენტიდან შეუძლია ინფორმაციის ამოკითხვა. ეს საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ სად მთელი წიგნის გადაბეჭდვა და სად უკვე ასე ვთქვათ გადაღებული. მოდი უბრალოდ გადმოვიწეროთ ახლა ჩვენ და დანარჩენს მიხვდებით ასე ვთქვათ. ჩვეულებრივ free ვაძლევ უფასო ვერსიას, რომელიც 15 დღის განმავლობაში შემიძლია გამოიყენოს სახრანიც და რის შედეგადაც მივიღებთ ესეთ პაკეტს. უშვებ აქ დადგება, ასე ვთქვათ, დაყენდება. დავაყენოთ თემზე. ნაგავში, იმიტომ რომ მას არ ჭირდება ის ფაილები, რომლის ამოღებასაც ახლა აკეთებს. ძირითადად იმ ფაილების ამოღებას, რომლებიც საჭიროა ინსტალაციის დროს. მე შეგიძლიათ უკვე წაშევოთ, ამიტომაც ამ შემთხვევაში ვუთითებ ნაგავს, მაგრამ შეიძლება ავტომატურად ნაგავში ჩააგდოს თქვენთან თემ ნიშნავს, ეს სანაგვე ყუთი, ასე ვთქვათ, რომელსაც Windows-ი იყენებს სანამ პროგრამების საინსტალაციო პაკეტების შესანახად იყენებს. თვითონ პროგრამა, როგორც გვახსენეთ, საჭიროა სკანერი. ალბათ სავარაუდოდ ქართული ენა მას რა თქმა უნდა, მე მგონი არც გასაკვირი არ არის, რომ არ იქნება. და იქნება ჩვეულებრივი რუსული, ინგლისური და ალბათ რამოდენიმე კიდე ენა. მაგრამ აზრი ის არის, რომ აღარ მოგვიწევს ხელით ბეჭდვა, ვინც იგივე რუსულ ტექსტთან მუშაობს, ვისაც აქვს საბეჭდი ძალიან დიდი მასალა, მაგალითისთვის, ვისაც გინდა რუსული ტექსტი დაბეჭდო, შეგიძლია უბრალოდ სკანერში გაატარო, ან სურათი გადაუღო ელემენტარული, სურათი გადაუღო და ამ სურათიდან მოხდება ტექსტის ამოკრეფა. მოკლედ, არ ვიცი, რამდენად დამხმარე საშუალებაა ეს საოფისე სამუშაოებისთვის. ნამდვილად ღირს ის თანხარასაც ისინი აფასებენ, მაგრამ არის მისი ასე ვთქვათ გატეხილი ვერსიები, როგორც უკვე გაჩვენეთ, შეგიძლიათ იგივე ქართული საიტებიდანაც გადმოწეროთ. უბრალოდ მე არ განვიხილავ ამ შემთხვევაში მაგის კრეკებს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვეულებრივ შეიძლება მისი დაყენება. პროგრამა არქივატორის ფუნქციას ითავს დაახლოებით ეგეთი, საჭირო ინსტალაციისთვის საჭირო არქივები ამოარქივა.
და ეს არის უკვე საინსტალაციო პაკეტი WhatsApp-ი უსტანოვდა. ამ შემთხვევაში რუსულ ენაზეა, თქვენ შეგიძლიათ აგენა შეიცვალოთ და აირჩიოთ სასურველი ნებისმიერი მათგანი, რომელიც უფრო გასაგებია, რა თქმა უნდა, ნების პაკეტი საკმაოდ რაოდენობით აქვს. WhatsApp-ი ოკეი, ამ შემთხვევაში იყოს რუსულად. დაიწყება სტანდარტული. ეს იმიტომ ჩავაგდეთ ეს საინსტალაციო პაკეტი ნაგავისფა იმაში, რომ უკვე როდესაც დასუფთავებას მოახდენთ, ის ავტომატურად წაეშლება და აღარ დაგჭირდებათ. ტყუილად მეხსიერება კი, რა თქმა უნდა, არავის აღარ არის. არ ჭირდება ზედმეტი ფაილები კომპიუტერში. ლიცენზია, რომელსაც უნდა დავეთანხმოთ, რა თქმა უნდა და უშუალოდ პროგრამის დაყენება მოხდება პროგრამ ფაილებში, არის სერიოზული და სასურველი, ასე ვთქვათ. შეგიძლიათ ნებისმიერი, ანუ ეს ჩვეულებრივი ეს შეგიძლიათ რომელიმე კომპონენტი აირჩიო პროგრამიდან, რომ აბიჩნი დავაყენოთ ჩვეულებრივი. ეს თავარი იმაზე გამოჩნდეს თუ არა, ჩაიცოს თუ არა ძარცვისთანავე სისტემის ჩასვლთანავე არ გვინდა. შეამოწმოს განახლებები არ გვინდა. და ეს ანონიმური გადაცემებს არ გვინდა, ანუ თავარია რომ იყოს იმაზე დესკტოპზე. მოგეს ზედმეტი რაც აქვს, აქ შეგიძლიათ მოხსნათ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჭედავს სისტემას იგივე ახლა ყოველი კომპიუტერის ჩართვისას ეს თავისი ჩაირთოს. ნამდვილად გადაწყვეტს თავს ისედაც იმდენი რაღაცა ირთვება კომპიუტერს, როცა განმავლობაში მას სამუშაობისას იმდენი არასასურველი ფაილი იჩენს თავს, რომ ჯობია აღარ დავტვირთოთ, ისინი მოუხსნათ უბრალოდ ეკრანზე გამოჩნდეს, მეტი არ გვჭირდება ჯერჯერობით. ეს ფინალური ფანჯარა გატოვა და ესეც მორჩა. ეს უკვე ჩვენი ასე ვთქვათ პროგრამის სკრინშოტი, მალსახმოვი ქართულად. რომლის ახმოვანებაზე ორი კლიკითაც შეგვიძლია შევიდეთ უკვე შიგნით. აი როგორც გითხარით, მას შეუძლია 50 ფურცელი უფასოთ ან 15 დღე უფასოთ. რომელიც ასე ვთქვათ პირველი გავათვალე და უნდა იყოს ლიცენზია. თუ ლიცენზირებულს განუცდით ამის ლიცენზიას ვიშოვეთ ქართულ სერვერზე, ხო ძალიან კარგი. თუ არა და მოგვიწევს ასე ვთქვათ ისი შეზღუდვით გამოყენება, იმიტომ რომ ნამდვილად საინტერესოა. კაი, შეუძლია როგორც PDF-ის ფორმატირება, მოკლედ საკმაოდ დიდი რაოდენობა აქვს ფუნქციებისა, მაგრამ მე ძირითადად და ასე ვთქვათ მისთვის ძალიან კარგ ფუნქციას მინდა გაჩვენოთ. ამ შემთხვევაში დაგჭირდება პრინტერი და სკანერი. სკანერი, ну ზოგადად სკანერი, პრინტერი და თქვენ პრინტერში. ამ შემთხვევაში ავირჩევ მე რომელსაც ვიყენებ, რა თქმა უნდა. ну სკანერში უკვე ჩავდევი ფურცელი და მოვახდინოთ მისი სკანირება. რათა მივიღო, ასე ვთქვათ, ну შეგვიძლია დავუშვათ იგივე წიგნი, წიგნის ფურცელი. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ ასევე ხა მიავწევენების პაკეტს აქვს თუ არა მაქვს ქართული ენა, ну დარწმუნებული ვარ იქნება, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც ნახოთ. სკანირება დასრულებულია, მე მაქვს ფურცელი. უბრალოდ რო თქვათ, მაქვს სურათი, რომელიც გადაღებული აქვს დოკუმენტს. ანუ ამისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მას შეიძლება ნახოს ნებისმიერი სურათი. შეიძლება ფოტოაპარატით გადავიღო სურათი და ის დაასკანერებს და მიხვდება მის აზრს, ასე ვთქვათ. ეს არის ესეთი სურათი, რომელზეც არის წარწერები, როგორც ხედავთ. ჩვეულებრივ ინგლისური წარწერებით არის სურათი. მე ხა მე მაქვს დავუშვათ, მაქვს სამუშაო, რომ აი ეს ტექსტი უნდა დავბეჭდო Word-ის ფაილში. რა თქმა უნდა, ამას Word-ი არ გახსნეს და მე აქ კორექტირებას ვერ შევიტან ვერანაირად, ხო? ამისათვის საჭირო სწორედ ეს პროგრამა. აი ნახოთ აქ ენების პაკეტი. ჯერჯერობით ავირჩიოთ უნდა. რა გვინდა? მე მინდა
სურათის არჩევა. როდესაც სურათის გადაყვანა Word-ის ფაილად. ავირჩიოთ სურათი. კარგი, ეს არის ჩვენ დესკტოპზე, შემდეგი კატეგორია, ეს ჩვენი სურათი. ეს არის ჩვენი სურათი. ამ შემთხვევაში სურათი არის არასწორად. მოდი გავაკეთოთ. იმიტომ რომ თვითონაც დახრილი არასწორად არის სურათი. ასე ვთქვათ, ამოსაბრუნებელია და თავდაყირა სურათს ვერ გაარჩევს კარგად და მოდი მივცეთ საშუალება იმუშაოს, ასე ვთქვათ და ამოვატრიალოთ ეს ჩვენი ფოტო. ფოტო ამოტრიალდა და ეხლა უკვე თავიდან გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ავირჩიოთ სურათი. უკვე აქ მიჩვენებს სურათს, უკვე ნორმალური ფორმისაა, ვაწვევი ადგეთ. გახსნა, ატვირთ თუ არა ვიცი როგორც გაგიხარდება, თავარია რომ გააკეთოს. язык документ ეხლა აქ აქვს ამას ენების პაკეტი დაწერია რუსკი, ანგლისკი, ну ამ შემთხვევაში მე რუსული ან ინგლისურიო, მაგრამ ну მე ვთითებ ინგლისურს მეტი უფრო კარგი შედეგის მისაღებად, იმიტომ რომ შეიძლება ნახევარი გაიგოს და უშუალოდ და ნახევარი ვერ გაიგოს და მოდი დავუზუსტოთ. დაველოდოთ ახლა ამ გრაფის შევსებას. და დაიწყოს შევსებას და გვერდით გაჩნდება ესეთი მწვანე განყოფილება, რომელიც გვიჩვენებს თუ უშუალოდ რისი შედეგის მიღება ხდება. როგორც ხედავთ, ის ასკანერებს თქვენს თვალწინ და შედეგს აი აქ მივიღებთ. შეგვიძლია პირდაპირ დავამახსოვრებინოთ Word-ის ფაილად. რამოდენიმე წამის და ჩვენი შეიძლება 1 საათი ან მეტი. ყოველ შემთხვევაში რუსულ კლავიატურაზე წერა ვისაც უჭირს. ხო, შეიძლება რუსული ტექსტის აკრეფას მონდომოს კალკულირება საკმაოდ რაოდენობის დრო და მეტად ძნელია. ეს ყველაფერი არ გვესმის. კარგი, აი აქ უკვე გაიხსნა ფაილი და როგორც ხედავთ, მე ამის შესაძლებლობა შემიძლია. ეხლა მოდი გავაკეთოთ ისე რომ დავემახსოვროთ Word-ის ფაილად. ჩვეულებრივ დოკ-გაფართოება აქვს Word-ის ფაილს და მივცეთ 001 წერტილი დოკ, ანუ დოკ-გაფართოება. ну ეს ავტომატურად გააკეთებს, ამაზე ჩვენ არ შეგვაწყობს. და მივცეთ სახრანით. ერთი ფურცელით ნაკლები და გჭირდება 59 ფურცელი უფასო ვერსიისთვის. აქ ენებს რაც შეეხება, აი არ მასალა Word-ი გაიხსნა. Word-ი გაიხსნა და როგორც ხედავთ, ეს არის ჩემი დაბეჭდილი ფურცელი. შეგიძლია შემდგომ რა თქმა უნდა სწორია შემიძლია მისი კორექტირება. თუ ანუ ეს ყველაფერი რაც მე უნდა გამეკეთები ერთ საათში სისტემამ ამოიცნო, იგივე ვიმეორებ შეუძლია ტელეფონის გადაღებული სურათიდანაც კი ამოიცნოს წარწერები. და მოხდეს მისი ასე ვთქვათ ვიზუალი. რა თქმა უნდა ეს შეგვიძლია გადავამოწმოთ არის თუ არა შეცდომი, თუ რაღაც შეიძლება 1-2 სიტყვა შეცდომით ამოიცნო, მე მგონი პრობლემას არ წარმოადგენს მისი ჩასწორება ამ ხელა ტექსტთან შედარებით. ენებს რაც შეეხება, არც ისე ბევრი ენა ქონია ყოველ შემთხვევაში. საკმაოდ რაოდენობის ხონია, უცრავად. და ქართული ენა გრუზინსკი უნდა იყოს, მაგრამ არ არის. არა, ქართული ენა არ აქვს, მაგრამ აქვს საკმაოდ რაოდენობით ენა, როგორც ხედავთ. ყველა ჯიშის ენა აქვს მოკლედ. ხო, მაგრამ ქართული ენა არ აქვს. კარგით, რადგან არ აქვს, შეგვიძლია აქედან ავირჩიოთ ინგლისური ან რუსული, ფრანგული, ასე შემდეგ, ну საკმაოდ რაოდენობა აქვს, როგორც დაინახეთ. და ფუნქცია შემდეგი, შეუძლია ნებისმიერი ტექსტი, ინგლისურენოვანი ტექსტი ამოიცნოს სურათიდან და მისი ხელით დაბეჭდვა აღარ მოგვიწევს. ნამდვილად ამეთანხმეთ, რომ შესანიშნავი პროგრამა დანარჩენი უკვე სამუშაოში გამოჩნდება. აღწერეს თქო სულ ეს იყო, ну რაღაც რაოდ ფუნქციები კიდე გააჩნია, ამ შემთხვევაში გადახედვა უნდა, მაგრამ ძირითადი არსი ამ პროგრამისა ეს არის. სულ ეს იყო, ისურვებ წარმატებას.